თელავში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნის და ცნობიერების ამაღლება კამპანიის ფარგლებში მედისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი საგზაო უსაფრთხოების საკითხების და პრობლემების წარმოჩენაში მედიის ჩართულობის გაზრდა იყო. ჟურნალისტებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ხონიძეების ფარგლებში გამოცხადდა კონკურსიც. შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რომლის ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენს არსებულ საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გამოძიება. მედიის წარმომადგენლებს გავაცანით ყველა ის რისკ ფაქტორი და საკითხები, რაც არსებობს გზებზე კახეთის რეგიონში, ასევე გამოვაცხადეთ კონკურსი და გვინდა რომ ამ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სტატიის, რადიო სიუჟეტისა თუ ტელესიუჟეტის გადაცემის ავტორი დავაჯილდოვოთ. ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი პრობლემაა დღეს მაღალი სიჩქარით მოძრაობა, განსაკუთრებით ეს ეხება ნასვამ მრცხოვლებს, რომლებიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ და მე მაგალითად ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კანონი გამკაცრდეს ამ მხრივ.